Выборы в Грузии когда? От этого зависит? От этого тоже очень. Да нет. სათოლავი ამერია მერამდენეთ მოძებნი არქივში კრემლის ჯალათის ეს პატარა, მაგრამ შინაარსით დიდი ინტერვიუ. არც ის დამითვლია უკვე მერამდენეთ უნდა ვთქვა, რომ 2012 წლის 7 მარტს გაკეთებული ამ განცხადებით ჩემთვის ცხადი გახდა. ის რაც 2008 წელს მიუხედავად ტერიტორიების ოკუპაციისა ჯალათმა ვერ შეძლო, ოქტომბრის არჩევნებით უნდა დაეკომპენსირებინა. საქართველოს სრული ოკუპაცია უნდა მოეხდინა, თითქმის შემდგარი ევროპული ყაიდის თანამედროვე სახელმწიფო გრუზიად უნდა ექცია. თან ის რომ თბილისის თავზე სერგო ორჯონიკიძესავით წითელი დროშა კი არ უნდა ეფრიალებინა, არა თვალის ასახვევად ისევ ხუთწლიან დროშას უნდა ეფრიალა. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯალათის კითხვა არჩევნები თქვენთან როდის არისო, ყველას გამოეპარა. პირველ რიგში კი ბევრი რამით გადაღრილ ქართველ ხალხს, საზოგადოებას. გასაგებიც არის. განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის ნიაღვარში ძნელი აღმოჩნდა გარკვევა, რომ 2012 წლის არჩევნები დემოკრატიის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა როგორც დიდმა ბედმ თქვა, ფეხი ნეხში ჩავდგით. ნეხვი რუსული აღმოჩნდა და ახლა ამ ნეხში ყელამდე ვართ, მალე ბოლომდე დავიხჩობით. ჩემი აზრით უმცირესობაში მყოფ გაბატონებულ ძალას რუსული ნეხვის სუნი და გემო არ აწუხებს, რომ აწუხებდეს უფრო და უფრო ღრმად არ ჩაყვინთავდა. იმოქმედებდა, რომ ამ რუსული ჭუჭრისთვის თავი დაეღწია, მაგრამ ფაქტი ფაქტია. მას ვისაც ეს რუსული ნეხვი აწუხებს, იბრძვის და ბრძოლას აგრძელებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოს რუსულ ჭუჭრს და მარწუხებს. ზემოთ კი ყასაბის განცხადება გამოგვეპარათქო და ახლაც ბევრი რამე გვეპარება, ან დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ქართული გვარის მატარებელი რუსი სპიკერების განცხადებებს, რომლებიც ხშირად ქართულენოვან რუსულ პროპაგანდაში არ ჩანან, მაგრამ რუსულ დავალებას სხვადასხვა პლატფორმებზე ყვებიან და შემდეგ დალეკილი ქართულ ყურამდეც მიდის. აქა-იქ დიდ პროპაგანდისტულ ყუთში წერება. ერთი შეხედვით მეორე ხარისხოვან ამბად არის მოყოლილი, მაგრამ მარტივი დაკვირება და მიხვდები, რომ საქმე მარტივად არ არის. ამის ბოლო კონკრეტული მაგალითი ეგრეთ წოდებული ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაა. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს გადახედოს ევროინტეგრაციის სტრატეგიას და ამ საკითხზე რეფერენდუმს ითხოვს. მოძრაობა თვლის, რომ უნდა გაირკვეს საქართველოს მოსახლეობის ნება. სურთ თუ არა მოქალაქეებს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამ განცხადების შემდეგ გაბატონებული ძალის მოლაპარაკე თავებმა კომენტარებიც კი გააკეთებს. რაღაც თუ ვიღაც მემარცხენე ალიანსმა ბრიფინგიც კი ჩაატარა. ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე თვით ივანიშვილის კობახიძე მეტყველებდა. ჩვენთვის არის შემაშფოთებელი კიდევ ერთხელ გამიმერებს ის ტენდენციები, რასაც ხედავთ ევროპაში. თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ევროპაზე დამაშრალი. რეალურად კი ამ რაღაც ნეიტრალური საქართველოს თუ რაღაც ორგანიზაციის განცხადებაში მთავარი ძველი რუსული იდეა იყო, რომელიც დრო და დრო პროპაგანდისტულ არხებზე ჩნდება. მე ნელ-ნელა ილექება, რომ ქართველის ყურამდე მივიდეს და ამ ყველაფერში პროპაგანდასთან ერთად მონაწილეობენ რა თქმა უნდა მოლაპარაკე თავები, გაურკვეველი წარმომავლობის და ჯურის ექსპერტები, ჯიბეზე მიბმული რაღაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგრეთ წოდებული განცხადების მთავარი ნაწილი. ერთიანი ნეიტრალური საქართველო იწყებს კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს რეფერენდუმი და გაირკვეს, სურთ თუ არა მოქალაქეებს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ანუ ივანიშვილის პარტიის მესამე ეშელონის დანაყოფი რაღაც ნეიტრალური თუ ასე შემდეგ საკუთარ წრეში კონსულტაციებს ჩაატარებს. კონსულტაციის შედეგად დადგინდება, რომ რეფერენდუმი ჩასატარებელია. მერე ხელმოწერებით შეგროვდება. ეს ხელმოწერები წარადგინება გაბატონებულ ძალას. მერე პაპუაშვილი, კობახიძე და ორბელიანის სასახლის ბინადარი კონსულტაციებს გამართავენ. კონსულტაციის შედეგად გადაწყდება, რომ ხალხს უნდა უპასუხოს. გადაწყვეტილება კი ასეთი იქნება: რეფერენდუმი ჩასატარებელია ერთი კითხვით, კი თუ არა ევროპას. რეფერენდუმს ოცნების CSKO, ანუ გიორგი კალანდარიშვილი ჩაატარებს და რა თქმა უნდა ტრადიციულად მოქალაქის გადაწყვეტილება დემოკრატიული გამჭვირვალე თავისუფალი კენჭისყრის შედეგად საბოლოო ოკში აისახება და მოქალაქეები მტკიცედ ეთქვიან უარს ევროპას. განარამე ზუსტად ისე იქნება, როგორც მერი კალაძის შემთხვევაში თბილისელების ლამისასმა პროცენტა რომ აირჩია მერი მერად. ჩვენ ხომ არითმეტიკას არ ვსწავლობდით. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, ხალხის ნება კონსტიტუციაში უნდა აისახოს. ერთპარტიულ
уралში კი გაბატონებულ ძალას, რომელსაც თუ არ ვცდები ამ ბოლოს ხუნტად მოიხსენიებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ყავს. 1000 გზის რუსულ უბონიაში ჟანგელ რუსმაზე ჩამოკიდებულ ვითემ კონსტიტუციას ასეც ვერ დაიხევენ თავზე, თორემ ჩვენ დიდი ხნის წინ გადაგვახეს და ხოის საოცრება პაპუაშვილი კობახიძე ორბელიანის ბინადრის კონსულტაციების შედეგად გადაწყდება პადამდელი არჩევნების დანიშვნა. ხუნტად წოდებული პატარა პოლიტიკურ ტრიულ კრიზისს გაითამაშებს და ფილოსოფიის დიდი მცოდნე როგორც დიდი პოლიტიკური არბიტრი ხურალს დაითხოვს არჩევნების დანიშნავს და თან ოპოზიციას ეთქვის ხომ გინდოდათ ახალი არჩევნები, ხოდ აგერ ვართ და მოგზადითო. მაგრამ სადღა ოპოზიცია ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ამ დროისთვის ივანიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება. აბა ტყუილად ხომ არ იწვალა ჯალათიას კომისიამ. მარტო 2008 წელი კი არ მიართვა მოსკოვის ხონჩით. პოლიტიკური ველიც მოასუფთავა. ახლა რაც მოგიყევით, შეამჩნევდით, რომ ცოტა ირონიულად მოვყევი. ბევრ შესაძლოა ჩემი მარჩიელობაც კი გეგონოთ და ფიქრობდეთ, რომ რეალობას არ ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს, მაგრამ მე მაპატიეთ რა მოგიყევით, რომელიც არ აგიხდათ, იმიტომ კი არა, რომ წინასწარმეტყველი ვარ, უბრალოდ რა არის ის, რაც ამ ბრძენმა კაცმა არ გაკადრათ. მე მოვედი ამ ხალხის გამოყენებით, ან მოახერხე ყველა გამოიყენე აბსოლუტურად. 2012-ში ყოველს გამოყენების შემდეგ ვიზუალური შეხედვით დასავლური კოალიციის დაშლებიდან ზოგის პოლიტიკურად განადგურების და ზოგის საბოლოოდ გაქოცების, გავრილოვის ღამის 5 ივლისის პოგრომის შემდეგ აშკარაზე აშკარა იყო, რომ ივანიშვილმა გეზი როგორც თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა რუსეთისკენ აიღო. უკრაინაში ყასაბის შეწრის შემდეგ კი კითხვის დასმაც აღარ იყო საჭირო, სად დადგა და ახლა სად დგას ივანიშვილის გრუზია. უკრაინის ლუკმის ხელში გაჩხერის შემდეგ და იმედია, რომ ეს ლუკმა მალე საბოლოოდ დაახშობს კრემლს, მოსკოვმა საქართველოს საბოლოო ოკუპაციის ტემპი დააჩქარა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ევროპამ ქართულ ხალხს ხელი არ გაუშვა. ტყუილად ხომ არ ვდგავართ ამდენი ხანი ქუჩაში. მოგვიანებით ვერც ტრამპმა გაუმართლა მოსკვა ტიფლის, თუმცა ივანიშვილი ჯერ კიდევ ოციანამდე დადგა საბოლოო არჩევანის წინაშე. ისაც მას დარწმუნებული ვარ კულუარულად არაერთხელ მოთხოვეს, ღიად მოათხოვინეს. ვის? ვიცი ბევრს გაგეცინებათ და ბევრმა ასაკით პატარამ არც იცით ვინ არის. რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი, ფარცხალიძე რომანოვზე რანგით დიდი, საქართველოს უშიშროების ყოფილი министры Игорь Пантелеймонович Георгадзе. В 2012 году грузинская мечта пришла к власти, а в 2017 она в Конституцию поправку внесла и дала указание госструктурам содействовать вступлению в Евросоюз и в НАТО. Ну, ребята, вы выбираете. Ведь Евросоюз и НАТО – это всего лишь аббревиатура и буквы. В Конституцию внести мечту народа вступить в блок НАТО – это паранойя. ეს ინტერვიუ 2023 წლის სექტემბრის არის. გგონიათ ან მაშინ ან ახალ დროში აცდენილი? ივანიშვილის ანტიქართული კამპანია დასავლეთის ცუდია უკვე დაწყებული ჰქონდა. ივანიშვილი 2023-ში თავის გეგმას მიხვდებოდა. მოსკოვი მაშინაც ჩქარობდა და ახლა მოლდოვის, სამხრეთ კავკასიის საბოლოო დაკარგვის, ნატოსთან პირისპირ დადგომის, უკრაინაში გარდაუვალი მარცხის მოლოდინის, ამასთან მოახლოებული ეკონომიკური კოლაფსის ფონზე ტემპს მოუმატა. გეორგიევსის ტრაქტატი 2 საჩქაროა. გრუზიას და გაიფორმოს და შესაბამისად ივანიშვილის კობახიძემ თქვა, რაც უნდა ეთქვა. ხო, ევროპა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ევროპა როგორც ასეთი არ არის პანაცეა. 28 ნოემბრის ანტიქართული თეზისები 8 ოქტომბერს მოკლედ თქვა. კონსტიტუციიდან შესაბამისი მუხლის ამოღების ძველისწველ იდეას ხოის საოცრებამ და მოულოდნელად ნეიტრალური თუ რაღაცა საქართველოს რეფერენდუმის მოთხოვნაც დაემატა. განცხადების ავტორი, ორგანიზაცია და მისი წევრები ერთი დიდი რუსული ჯაჭვის ჰიბრიდული ომის სალდათები არიან. ამ რუსულ ქსელზე დროებაში პატარა კვლევას ხომს გაკეთებული ბოლორუსი დროების YouTube არხზე შეგიძლიათ, ოღონდ გთხოვთ, აუცილებლად ნახეთ. ვიცი სიტყვა ცოტა გამიგრძელდა, ცოტა დაგღალეთ და მოდით ახლა სათქმელს პირდაპირ გეტყვით. ახალი წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
მისიანი რუსული გეგმა რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის, გრუზიას კურატორის ნარიშკინის და ივანიშვილის პროკურორის, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლის ფარცხალძე რომანოვის, კობახიძის ჩამოთრეული გავრილოვის, კალაზის სიძის, აი რუსეთის მხარეს რომ იბრძვის უკრაინაში პატ აბულაძის მეგობარმა მამუკა ფიფიამ 6 ოქტომბერს რუსულ ეთერში მოყვა. Грузинский народ хочет определиться с Россией. ქართველებს სურს რუსეთთან ჩამოყალიბდეს გრძელვადიან საფუძველზე. 33 წლის მანძილზე ჩვენ შეხვდა ისეთი მემკვიდრეობა, რომელიც ხელს გვიშლის გაერთიანებაში და ერთად ცხოვრებაში. იმისათვის რომ გადავდგათ საბედისწერო ნაბიჯები საჭიროა პარლამენტში ხალხის სხვა რაოდენობა. იქ არ არის საკმარისი რაოდენობა ქართული ოცნების. იქ არ არის საკონსტიტუციო უმრავლესობა და უხეშად გეტყვით რომ ხარისხი არ არის იმისათვის რომ რუსეთთან დიალოგმა სტარტი აიღოს. რას გულისხმობ ხარისხში? იქ არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე არ იზიარებენ ჩვენ შეხედულებებს რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე. არ ვუწოდებ მათ რუსოფობებს, მაგრამ ისინი არ არიან აღფრთოვანებული იმით, რომ დაიწყოს დიალოგი რუსეთთან. ამ ფაქტორის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ამ ტალღაზე მიიღონ გადაწყვეტილება ხალხის ამ საერთო მხარდაჭერით მომავალ წელს გამოაცხადონ ვადამდელი არჩევნები და აქ უკვე იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ოპოზიცია. დღეს ქართული ოცნება პარლამენტში მარტოზის, არ არის სხვა პარტია. შესაბამისად, მას იქ უნდა ოპოზიცია და საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ დიდი ალბათობით მომავალ წელს ჩვენ მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს. Поэтому вполне вероятно, что мы получим выборы в следующем году. მეტი რა თქვას, მოსკოვს არ მოსწონს ივანიშვილის პარლამენტი. იქ სჭირდება ოპოზიცია, გასაგებია შირმა აი ესეთი როგორიც პუტინს საკუთარ დუმაში ყავს. ფიფიამ იცის რა და როდის უნდა თქვას. ფიფიას კრემლის სხვა გეგმაზეც ღიად საუბრობს და ამასთან ივანიშვილს და მის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრს საჯარო დამხელს. ისაც დამალა ბოჭორიშვილმა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, რომელიც ისევ მინსკმა გაუბაზრა, ბოდიში ჟარგონისთვის უფრო მეტად გააბაზრა фифиям. И знаете, очень полезно, что сама министр ძალიან სასარგებლოა რომ თავად მინისტრი პირდაპირ შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. საქმე ის არის რომ მას შეუძლია არა მხოლოდ ბელორუსის, არამედ რუსეთის აზრის გახმოვანება, რადგან ჩვენ ჯერჯერობით ოფიციალურად კონტაქტი არ გვაქვს რუსეთთან. იყო ერთი არაოფიციალური კონტაქტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა დიპლომატიური ურთიერთობა, რომ ოფიციალურ დონეზე უფრო მეტი კონტაქტი იყოს, რადგან რეგიონში დაგროვდა ძალიან ბევრი პრობლემა. ეს უფრო და უფრო გროვდება როგორც ზვავი. საკითხები გადასაჭრელია. ეს საკითხები ეხება კონკრეტულად რუსეთის, კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ კონტაქტი საჭიროა უფრო ხშირად. კარგია რომ ეს კონტაქტები დაიწყო ბელორუსის გავლით. საჭიროა რომ ეს გაძლიერდეს და ვფიქრობ ახლა ქალბატონმა მინისტრმა ბევრი იცის და აქედა გამომდინარე იმოქმედებს. Госпожа министр многое знает и будут действовать исходя из этого. ახლა ანალიტიკას არ შეუდგები და არ დაღლით. გამგება გაიგოს და თუ კითხვები დაგჭათ, აუცილებლად ნახეთ დროების YouTube არხზე ბოლორუსი. ტრადიციულ ფინალამდე თავისუფლებას მივცემ მიმართო იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავს პოლიტიკოსებად და ოპოზიციონერებად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ჭკუის დარიგების გარეშე. ყველაფერი ხელის გულზეა. დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილი ამ ახალი არჩევნებით, რომელიც აუცილებლად იქნება, ახალ ტრიუქს ჩაატარებს. ამ დროისთვის თქვენი პარტიები, რომლის ნომრებიც უკვე დაკარგეთ, გაუქმებული იქნება. აქტიურ მოქალაქეებს მალე ოფიციალურად ინუაგენტის იარაღს მიაკერებენ, როგორც რუსეთში, ინუაგენტებს არჩევნებში არათუ როგორც სუბიექტს ამორჩეველსაც არ ექნება მონაწილეობის უფლება. და ასე შემდეგ. ეს კიდევ მოკლედ გითხარით. ხო და რას ვამბობდი, მომავალ წელს მეოთხე ათეული წელი იწყება, რაც ამ პროფესიაში ვარ. ამ 3 ათეული წლის მანძილზე ბევრ ჩემ კოლეგასთან ერთად ბევრი რამე ვნახე. შეურაცხყოფის გარეშე ბევრი თქვენგანი ამდენი წელიც კი არ არის პოლიტიკაში, ხო და თავისუფლებას მივცემ და გეტყვით, რომ მორჩით ამ დაუსრულებელ კინკლაობას, ეთერებში ყოყლოჩინობას, ერთმანეთისადმი თითის გაშვერას, გადაბრალებას, გადმობრალებას, ჭორაობას, ეგოების დატოლებას, მორჩით და კეთილინებეთ შერიგდით და ერთი დღის წესრიგით იმუშავეთ. რადგან ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით საზოგადოება, რომელიც 300 დღეზე მეტი კი არა, 13 წელია და არა მარტო 13 წელია რუსულ ოკუპაციას და ახლა უკვე ივანიშვილის ოკუპაციას აპროტესტებს, ზუსტად იცის რა უნდა. ზუსტად იცის, რომ მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი და საერთო დღის წესრიგით რუსეთის დამარცხება. ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო, იქნება ივანიშვილი, არ
არ იქნება საქართველო.